მოგესალმებით, ეს არის პოდკასტი სტარტაპერი. პოდკასტი არის ბიზნესზე, სტარტაპებზე და პიროვნულ ზრდაზე. დღეს სტუმრად გვყავს გიორგი გოგეშვილი. გოგეშვილი ხო სწორად ვიძახი? 11 წელი ჩემი მასწავლებელი გოგეშაშვილს ვეძახი. ასე რომ თუ შეგეშალა არ აუშავს. სტუმრად გვყავს გიორგი გოგეშვილი, მარკეტერი. ეძახიან მარკეტინგის გურუს და მარკეტინგის გენიას. და ესე იგი გიორგიმ გამოუშვა თავისი წიგნი, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით ვისაუბრებთ. პირველ რიგში მადლობა გიორგი, რომ მოხვედი ჩემთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ამბავი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა, იმიტომ რომ ბევრ საკითხს მინდა რომ შევეხოთ. და დავიწყებ კითხვით, ვინ ხარ, რა გინდა და სად მიდიხარ? სალამი, წარმატებულ ეთერს გისურვებ. ნახე, რეალურად საუბარი უკვე დავიწყეთ, უბრალოდ კამერები ჩაირთო ცოტა გვიან, თორე ბევრი რაღაც გამოტოვეთ. სტანდარტულად რომ გიპასუხო ვინ ვარ და ასე შემდეგ, ჩვეულებრივად დავამთავრე მეც უნივერსიტეტი საქართველოში, ისევე როგორც ყველა. მალევე მივხვდი, რომ გაცილებით მეც ვსწავლობდი არა რეალურად ყველაზე ბევრი ვისწავლე სტუდენტობის დროს, ოღონდ არა უნივერსიტეტში. ვისწავლე ძალიან წვრილმან სამსახურებში რა, ფალიაშვილზე დაცვად ვმუშაობდი, სადღაც სამრეცხაოზე ვმუშაობდი, მენეჯერად, რიკოში მოლარეთ ვმუშაობდი. ესეთ სამსახურებში იმაზე ბევრად მეტი ვისწავლე, ვიდრე უნივერსიტეტის მერხთან თუ აუდიტორიაში რა. და ყველაზე მეტ სწავლობ ზოგადად დაკვირვებით რა. აკვირდები უბრალოდ ახლა დაცვა რო ხარ, რა უნდა გააკეთო ხავში. ვინმე დაიწყე ავტომატით რო ტიპი შემოვარნილი იყო, ხوار გადაუდგებოდი წინ თან არ შემოვარდებოდა, ერთადერთი მევალებოდა ციგნის ბავშვების არ შემოშვება. ეგ ცოტა რთული ამბავი არის. იცი როგორ იყო? მე რომ მკითხა. იცი როგორ იყო? მეორე ცვლაში ვინც იყო იმ ტიპმა მითხრა რომ ეს შუშის საწმენდი რო არისო რა. ამას თავს გადაუტრიალებო და წყლის თოფებით ასხამს. ბავშვები აქ რომ მოგროვდებიანო კიბესთანო. ზამთარიათან რა, რომ მოგროვდებიანო, ამით გაწუწეო და აღარ დადგებიანო და შესაბამისად აღარ შემოვარდებიანო რა. იმიტომ რომ ამ კაფეში ცოტა ისეთი მაღალი ფასები იყო, ხალხიც ისეთ დადიოდა და ყველა მიცოდა რომ აქ თუ კლიენტს ფეხზე ჩამოეკიდებოდი, ერთი ხურდებით არ გამოხვიდოდი რა. და ეს ციგნის ბავშვები არიან ბავშვები. ანუ 6 წლის, 8 წლის, რაღაც 10 წლის და რა ზამთარში გაწუწე სადისმია და გავედი და ამ ბავშვებს ვუთხარი რომ მეთქი ორი ამბავი მაქვს მეთქი რა, თუ შემოვარდებით მეთქი უნდა გაგაგდოთ მეთქი. და თუ არ გაგაგდებთ მეთქი, მაშინ მე გამაგდებენ მეთქი რა. და გაგწუწოთ მეთქი, ანუ სისულელი არ მინდა მეთქი რა და აბა რა უქნათ და მეთქი მაინც ვარ შუშასთან. რო დავინახავ რომ ტიპი გამოდის თან ხო ზუსტად ვიცი რომელი მომხმარებელი ხარ ტიპი რომ ხურდას ესე იღებს რაღაც 100 ლარი გადაიხადა ორყავაში და რაღაცაში და ხურდას ესე იღებს ის არ მოგცემს მეთქი რა და მოგცემ მეთქი აქ შუშაზე რომ მოგიკაკუნებ გაემზადეთ მეთქი და დახვდით გარეთ და გიგმე ხა და კაიო და ჩემს სულაში არავინ არ შემოვარდებოდა შიგნით გარეთ უბრალოდ ესე ნიშანს მივცემდი დახვდებოდა ერთ ბავშვს ჰქონდა ძალიან საინტერესო ის რა ქვია. ბიძია, შენს ლამაზ თვალებს გილოცავ გთხოვდა მე. და მან დავამუღამე, რომ თურმე ლაპარაკით შეიძლება არ ვიცი, ციგნის ბავშვებიდან დაწყებული ყველასთან ლაპარაკი არის რაღაცა, რაც კარგად უნდა ვისწავლო. კი ბატონო. შეიძლება პატარა სკოლი. ალბათ ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც ციგნის ბავშვებისგან უსესხებია ფული. მე ჩაუსესხები. ამ ძალიან კაი ურთიერთობა ჩამოვიყალიბე და პატარები იყვნენ რა. მაგრამ რეალურად რომ შეხვიდოდი ამ ბავშვებთან კონტაქტში. სუქუჩაში იყვნენ. ძალიან სხვანაირი აზროვნება ჰქონდათ და ერთხელ ყური რომ მოკრეს რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ხელფასზე ვწუწუნებდი რომ ჯერ არ დამრიცხვია მეთქი. ამ 8 წლის გოგო მასესხა ის გული რაც მინდოდა და საღამოს რაც ეხლა ვერ გასესხო საღამოს მომს. და მეთქი ბიჭო ლაპარაკი შეგიძლიათ ციგნის ბავშვს აქეთ გამოვართვა ფული ახლა რა თქმა უნდა ჩაასესხო მაგრამ ეს რაღაც კარგად უნდა ვისწავლო მეთქი
ხო, გეთანხმები ზოგადად კომუნიკაცია რომ 50% არის დაახლოებით. ნუ ჩემს წარმოდგენაში ყოველ შემთხვევაში 50% არის საქმის კომუნიკაცია და მაგას მივხვდი მე წლების განმავლობაში მომხმარებელთან მომსახურების დროს, როგორ შეგეძლო რომ მისი კეთილგანწყობა მოგეპოვებინა და ის გაეკეთებინა რაც შენ გინდა საბოლოო ჯამში. ეს ცოტა მომხმარებლური დამოკიდებულება არის ახლა რეალურად, მაგრამ როდესაც ეგეთ ბიზნესში მუშაობ, რომელშიც მე ვმუშაობდი, ანუ იქ ჯერ გეგმა და მე არის მე დანარჩენი ყველაფერი რა და ახლა საერთოდ სხვანაირად ვფიქრობ რეალურად, თუმცა დავუბრუნდეთ კითხვას, ვინ ხარ და რა გინდა, სად მიდიხარ? ნახე, სტანდარტულად ესე მოყოლა არ მიყვარს, ხვდები რომ რაღაცა 100 არ ვიცი, ზუსტად ხოლმე ჩემი 31-ის ან 37-ის ვარ. ხო, სადღაც მანდ უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩვეულებრივად მუშაობდი რაღაც სამსახურებში, მალევე მივხვდი რომ ეს რაღაცა არ იყო ჩემთვის. მე მალე დავიწყე ჩემი პირველი სტარტაპი, გაზის დეტექტორები ჩამოვიტანე. გაზის დეტექტორები რო ჩამოვიტანე, მან მივხვდი რომ თურმე სწორ შეთავაზებას რა მაგარი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მანამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მტვერსას სრუტებს ვყიდით. და მტვერსას სრუტი ღირდა $4,500. და საქართველოში წარმოიდგინე, მაშინ 15 წლის წინანდელ ამბავს ვამბობ რა, რომ მითხრეს ამ მტვერსას სრუტის ფასი რომ $4,500 ღირსო. და რომ მითხრეს რომ ახლა ეს უნდა წახვიდე და შესთავაზო ხალხს, მეთქი ხო არ გადავ, ვინ იყიდის ბიჭო ამას. და ტიპებმა მითხრეს რომ ნახე ეს პრეზენტაციაა, რაც გვიწერიო. რამდენიმე ათეულობით 1000-ია დახარჯულიო ამ პრეზენტაციაზე, რომ ესეთ ყოფილიყო. იმიტომ რომ ამას თუ ადამიანი ისმენსო, ყიდულობსო. და არც ეგეთი განსაკუთრებული ტიპია აქ, რომელიმეო რომ ეს აიკითხოსო და იქეთ მხარე მარიყიდოსო რა. და რო დავიწყე შეთავაზებები ხალხს მართლა უნდა დაყიდო. უბრალოდ სულ რაღაც ერთი თვე ვიმუშავე, ერთი ცალი გავყიდე, სულ ისიც ისეთ ადამიანზე რომ სინდისი არ შემაცხებდა. მაგრამ ეგ პრეზენტაცია მე დავშალე პრინციპების დონეზე, კარგად ვისწავლე და დავიწყე ჩემს პირველ სტარტაპში გამოყენება. მომიწია, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მანამდე ლექტორმა მასწავლა როგორც უნდა გამეყიდა ეს ჩემი გაზის დეტექტორები და ეგრე არ გაიყიდა. და მე ამ პრეზენტაციით გაიყიდა, არ ვიცი, გიჟივით. 10 ჯერ უფრო ძვირად. და მაქედან დავიწყე კიდევ უფრო ჩაღრმავება შეთავაზებების, პრეზენტაციების, გაყიდვების, კომუნიკაციის და ასე შემდეგ რა. და ნუ მოვედი დღემდე ამ რაღაც უნარებს ვიყენებდი ჩემს სტარტაპებში, რამდენიმე სტარტაპი მქონდა, მათ შორის წარუმატებელიც, წარმატებულიც, ზოგი ძალიან წარმატებულიც. მაგრამ არც ერთგან არ მქონია კომუნიკაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამ რაღაცაზე ბევრ ხანს ვმუშაობდი რა, ანუ კომუნიკაციის უნარი მივხვდი რომ არის რაღაცა, რაც ღირს რომ ამ უნარზე ვიმუშაო, მანამ სანამ ეს უნარი არ დაიწყებს ჩემთვის მუშაობას. 3 წლის წინ, როცა ერთ-ერთი სტარტაპი ძალიან წარმატებული იყო, ის შემოსავალი სხვა საქმეში ჩავდე და არ გამოვიდა, მე ახალი დავიწყე აფთიაქი დრაივზე და ისიც არ გამოვიდა და გავიჩნდა ძალიან დიდი ფინანსური სირთულეების წინაშე რა, ანუ ქირი ცხოვრობდი ბავშვებთან ერთად, რა დღეები იყო, როცა 200 ლარი მისესხებია მეგობრისთვის, არა იმიტომ რომ 200 მჭირდებოდა, 20 არ მქონდა. და უბრალოდ 20 ლარი მასესხე ტეხავს, 20 ლარი მასესხე. და მან გავაანალიზე, უბრალოდ ჩემი მეუღლე დამეხმარა იმის გაანალიზებაში, რომ უნარები, რომელსაც ახლა შენ სტარტაპებში იყენებ და დამოკიდებული ხარ იმაზე, გამოვა არ გამოვა. სტარტაპის გამოსვლა არ გამოსვლა არ არის მხოლოდ კომუნიკაციაზე და გაყიდვებზე რა, მენეჯმენტია, დელეგირება, რაც ჩემი სუსტი მხარია. ჯობია რომ ის რაც შენი ძლიერი მხარია ადგე და იმ ადამიანებს მიაწოდო, ვისთვისაც ეხლა პრობლემა კომუნიკაცია არის და დავიწყე ჩემი ცოდნის გაზიარება, ნუ აღმოჩნდა რომ კურსების ჩაწერით და კურსების გაყიდვით რა. და მოვედი დღეს უკვე საქართველოს ბაზარზე ყველაზე მეტი კურსი მაქვს გაყიდული ყველაზე მეტ ქართულენოვან ადამიანზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესე იგი გამოვიდა, რომ შენი მეუღლე იყო ის, ესე ვთქვათ,
აი კისერი მარტივად რო დავარქვათ რომელმაც სწორი ფოკუსში გაგისწორა ის ანუ შენი ძლიერი მხარე დაგანახა შენ შეიძლება იცოდი ეს და ამით არსებობდი და ცხოვრობდი მაგრამ პრაქტიკაში როგორ უნდა გამოგეყენებინა ეს ამბავი ამაზე არ იყო ფოკუსი გაკეთებული რეალურად და მეუღლე იყო ის ადამიანი რომელმაც ეს ფოკუსი გაგასწორებინა და დაგანახა რომ აი ამაში ხარ ძლიერი და ეს ჩემ მეუღლე ზოგადად ფოკუს მასწორებელი ეს ხარ კი ხო ძალიან კარგი გადავიდეთ ღირებულებებზე იმიტომ რომ ღირებულებების გარშემო ვტრიალებთ ხოლმე ძალიან ხშირად მე მაინტერესებს რა არის შენთვის ღირებულება ზოგადად და შენი ღირებულებები რა არის ნახე ჯერ არის ღირებულება მაგაზე რო ვილაპარაკოთ ნახე ღირებულება სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რაღაცას წარმოადგენს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რას წარმოადგენს რას თუ რა წარმოადგენს ადამიანისთვის ღირებულებას რა ღირებულების შექმნას აქვს სულ სამი წყარო მაგალითად რაღაცეები რაც წარსულში გვინდოდა, მაგრამ წარსულში ამის ფინანსები ან რესურსები არ ჰქონდა და წარსულში გული გვწყდებოდა. აწმყოში ამან შეიძლება შექმნას ღირებულება. მაგალითად, მე იმიტომ მინდა რომელიღაცა ქვეყანაში ვიმოგზაურო, რომ მთელი ბავშვობა მინდოდა, მაშინ არ შემეძლო და ეხლა როცა შემიძლია, თუ მაგალითად არის პარიზში მინდოდა ყოველთვის წასვლა აწმყოში პარიზში წასვლა შეიძლება რაღაც ღირებულებას წარმოადგენდეს ჩემთვის. მე მივხვდი რომ შენ წეგან სხვა ღირებულებაზე მკითხე, მაგრამ ცოტა ესე რო შევხედოთ, იმიტომ რომ შენს პოდკასტს ალბათ ბევრი უსმენს, ვისაც სტარტაპი აქვს, მეწარმეა და უნდა რომ შექმნას ღირებულებები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად უნდა გვესმოდეს ადამიანებისთვის რა ქმნის ღირებულებებს. წარსულში განცდილი დანაკლისი შეგრძნება, რომელიც აწმყომდე აქტუალურია, აწმყოში ქმნის ღირებულებას. ანუ შეიძლება აწმყოში ფული დავხარჯო რაღაცაში, იმიტომ რომ კი არა რომ ეხლა მინდა, ადრე მინდოდა და სულ მინდოდა. ანუ ღირებულების შექმნის ერთი წყარო არის წარსული, მეორე არის აწმყოში შექმნილი სირთულეები. აწმყოში ვექმნის ღირებულებას, მაგალითად გუშინ რომ არის სპორტული მანქანით დავდიოდი და პრობლემა არ იყო, მე კანონი თუ რეგულაცია შემოვიდა რომ აჯარიმებენ, ამიტომ ეხლა ახალი სირთულე შემექმნა აწმყშივე და ღირებულება ის რომ ვიღაცამ არის გამიჩუმოს ეს მანქანა ან ქარხნული რაღაცა დამიყენოს, ნახე, ახალი ღირებულება გამიჩნდა აწმყში. მესამე წყარო ღირებულების შექმნის არის მომავალი. მაგალითად, მომავალთან დაკავშირებული ჩემი ხედვა როგორ მინდა თუნდაც გამოვიყურებოდე მაგალითად ზაფხულში. აი ზაფხულში მინდა რომ უკეთეს ფორმაში ვიყო. აწმყში ქმნის ღირებულებას, მაშინ დღეს უნდა დავიწყო ვარჯიში. ნახე, როცა ამას აკვირდები, უკვე ხვდები შენი უნარებით, შენი თვისებებით და შენი პრინციპებით, ან შენს ხელთ არსებული რესურსებით, რა ღირებულებები შეგიძლია შექმნას სხვა ადამიანებისთვის. მაგრამ პირველ რიგში სხვებისთვის რო ღირებულება შექმნა, უნდა დააკვირდე რა არის იმ ადამიანების ცხოვრებაში ამ წუთას ღირებული. რა ღირებულებებს ატარებენ. მე ვერ შევქმნი შენთვის ვერაფერს ღირებულს, თუ არ ვიცი რა არის შენთვის ღირებული. და ეს რო შევძლო, უბრალოდ ჩემს საჭიროებებზე ცოტა ხნით ან დიდი ხნით უნდა გავთიშო ფოკუსი და გადავიტანო სხვა ადამიანების საჭიროებებს. და იწყებ შემჩნევას, მე ვის რა საწუხარი აქვს, ვინაზე დარდობს, იმიტომ რომ როგორც კი დაიწყებ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე ზრუნვას და დაიწყებ იმაზე ფიქრს, როგორ მოაშოროს ხვის ცხოვრებას ტკივილი, თითოეული ესეთი მტკივნეული წერტილის მოშორება არის ჩვენი ბიზნესის შემოსავლის წერტილები. კი ბატონო, იმიტომ რომ იმის საჭიროებას აკმაყოფილებ ამ შემთხვევაში და მასზე ზრუნავ. ხო. კარგი. იცი რა მაინტერესებს, შენი აღქმა მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, რომ აი გეტყვი ჩემ პრაქტიკას. ძალიან ბევრი წლის განმავლობაში და დღემდე შემრჩა ეს თვისება. ძალიან ბევრს მუშაობ, ჩემი გადმოსახედიდან მე როგორც ხედავ ამას. ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ აი ვირი ხარო. აი ესე პირდაპირ მითხრა, რომ ვირი ხარო, შენო ქალი არ ხარო, ადამიანი არ ხარ, შენ ხარ ვირიო. რაღაც მომენტში აი უცებ რო ძალიან აი შოკის მომენტი რო გაქვს ესეთ რაღაცას რო გეუბნება ადამიანი და დავფიქრდი ამასთან დაკავშირებით და მივხვდი
რომ ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ ის შრომა არ უდრის იმ შედეგს, რა შედეგიც მინდა რომ დადგეს. მინდა რომ შენი აზრი გავიგო ამასთან დაკავშირებით. ესე იგი, უნდა იშრომო ბევრი, თუ უნდა იშრომო ჭკვიანურად, თუ უნდა იშრომო ბევრი და ჭკვიანურად. იმისთვის რომ მიიღო ის შედეგი, რა შედეგიც გინდა რომ დადგეს. შენი აზრით? ბევრი და ჭკვიანურად. ნახე, ეხლა რომ ამბობდი რომ ვიღაცამ თქვა რომ ვირი ვიჩრომობ რა. ნახე, რეალურად თუ არ ვშრომობთ, ღირებულებას ვერ გვქვნით ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც სხვისთვის. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში შრომა არის რაღაცა, რაც ცოცხალ არსებას გიწევს ერთია და ანუ ამისთვის ვართ ენერგია, დრო იმისთვის გვაქვს, რომ ამ დროში ჩვენი ენერგიით და ჩვენი უნარებით რაღაცა შევქმნათ და თუ ვქმნით, ანუ ვშრომობთ. მთავარი არის ძალიან მაგარი რაღაცა თქვი წეგან რომ ვირივით შრომობო და შედეგი არ გაქვს. იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას გონიათ რომ შედეგი მოდის მხოლოდ ფიზიკური მძიმე შრომით. და სინამდვილეში ფიზიკური შრომა არის ღირებულების შექმნის ყველაზე დაბალ მძიმე, ყველაზე რთული საფეხურია ასე ვთქვათ. და შესაბამისად დაბალ შემოსავლიანიც. ნახე, როცა ვირივით შრომობ ჭყალებში, რო ვთქვათ, ღირებულების შესაქმნელად იყენებ საკუთარ დროს და საკუთარ ენერგიას და ორივე არის შეზღუდული რესურსი. შესაბამისად, ამ ორი შეზღუდული რესურსის გამოყენებით დიდ შედეგს ვერ მიიღებ, იმიტომ რომ დროს კონკრეტულად შეზღუდული გაქვს, ენერგიას უშრეტი არ გაქვს და როცა შრომობ ფიზიკურად და შენი დროით და შენი ენერგიით ქმნი მხოლოდ ღირებულებას, ჩაკეტილი ხარ ერთ ადამიანში. თუ არ შეცვლი ღირებულების შექმნის საფეხურს, ცოტა ხანში გეტყვი რაც გულისხმობ, მანამდე რაც არ უნდა მაგრად იშრომო, უბრალოდ უფრო გამოფიტვის რეცეპტია, მძიმე შრომა და არა მეტი შემოსავლის. ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რომ მაგალითად მე და შენ დავრბივართ ანუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო შორმანძილს დაფარავს რა და შენ მე მასრებ. მასრებ იმიტომ რომ ჩემზე სწრაფი ხარ. მე თუ მინდა რომ შენზე შორს წავიდე, შენზე ნაკლებ დროში, არ არის აუცილებელი რომ შენზე უკეთესად სირბილი დავიწყო. უბრალოდ სხვა ტრანსპორტი მჭირდება. მაგალითად, ველოსიპედზე გადავჭდე. კი, სხვა უნარი მჭირდება, სხვა ინსტრუმენტი მჭირდება. რაღაცა ისეთი უნდა ვისწავლო, თუ მანამდე ველოსიპედის მართვა არ ვიცოდი, უნდა ვისწავლო, თუ არ მყავდა უნდა ვიყიდო, მაგრამ მირჩევნია ბოტასების ყიდვას და უფრო მაგრად სირბილს მოვაკლო რესურსი და ახალი უნარი შევიძინო, იმიტომ რომ თუ უკეთესი ტრანსპორტი მეყოლება, შენზე შორს წავალ, შენზე ნაკლები ენერგიით. ტიპები, ვინც უფრო ბევრ ფულს შოულობს ვიღაცაზე, ვინც უფრო მძიმედ შრომობს, იმიტომ არა რომ ის ვიღაცა ეს არის რა ქვია, არაკეთილსინდისიერია, იმიტომ რომ მე ამდენ შრომობ და შედეგს ვერ სხვა ტრანსპორტზე ზის. ღირებულებას დიდი ალბათობით არ ქმნის თავისი დროის და თავისი ენერგიის გაყიდვით. იმიტომ რომ შეიძლება მეორე საფეხურზე ქმნის, სხვა ადამიანების დროს იყენებს, სხვა ადამიანების ენერგიას. მაგრამ ტრანსპორტი არის მენეჯერული უნარები განავითარა, კომუნიკაციის უნარები განავითარა, დელეგირების უნარები განავითარა. იმისთვის რომ დღეს ვფიქრობდი ღამე. კომუნიკაციის რაღაცაზე სადღაც წამიღო რა ფიქრება და რეალურად ნახე, როცა გონებაში ლაპარაკობ, რეალურად შენი გონების ლაპარაკს ემორჩილება შენი ხელებით ფეხები, შენი სხეული. მაგრამ თუ სწორად ლაპარაკობ გონივრულად, შენს ნათქვამს ემორჩილება სხვების ხელები და ფეხები. ერთადერთი იმიტომ, რომ ის, რასაც გონებაში ლაპარაკობდი, ისწავლე როგორ გელაპარაკა, ისე რომ სხვა გონიერი არსებებისთვის ყოფილიყო გასაგები. საკმარისია რომ თუნდაც დელეგირების უნარი, თუნდაც მენეჯერული უნარი განავითარო, ღირებულებებს ქმნი ოღონდ არა შენი ხელით, სხვა ადამიანების ხელით. და კაია იმითი რომ ვიღაცები ჩართული ყავს უკვე ღირებულების შექმნაში, ამაში გასამრჯელოს ღებულობენ და შენ აღარ ხარ შეზღუდული ერთ ადამიანში. კი ბატონო. ამის შემდეგი საფეხურია, როცა ლაპარაკით ქმნი ღირებულებას, ანუ ნახე, მე ზუსტად პირველ საფეხურზე ვიყავი გაჭედილი, როცა ჩემმა მეუღლემ ფოკუსი გამასწორებინა რა.
ის რაც ვიცოდი ჩემთვის ვაკეთებ, ჩემთვის ვიყენებდი. და მე შემიძლია თუ მაგალითად რაღაცა თუნდაც ხელობა ვიცი რაღაცა. ერთია რომ ამითი ვაკეთო და მეორეა რომ ამის შესახებ ადამიანებს ველაპარაკო და ეს რაღაცა ვასწავლო. და თუ ლაპარაკით ვიწყებ ღირებულების შექმნას და გავრცელებას, უფრო მეტად ვიყენებ ჩემში ღვთის მსგავსებადობას, იმიტომ რომ ამითი ვგავარ ღმერთს. და ფიზიკური შრომით ღმერთს არ ვგავარ, ფიზიკური შრომით სხვა ცოცხალ არსებებს ვგავარ. და ჩემი გადასაწყვეტია ღირებულებას შევქმნი ცხოველებით შრომაში, თუ ღირებულებას შევქმნი ჩემში იმ უნარის გაუმჯობესებაში, რითიც ღვთის მსგავსები ვარ. სიტყვით, ყველაფერი შეიქმნა სიტყვით. ხო, ძალიან საინტერესოა სხვათა შორის ეგ პარალელი. არ მიფიქრია იმის მიუხედავად, რომ სასულიერო აკადემია მაქვს დამთავრებული ფსიქოლოგიის განხრით, არასდროს არ მიფიქრია მაგ თვალსაზრისით და ძალიან კაი იყო. იმიტომ რომ ეხლა დაიწყებს ესე ვთქვათ, ჩემი გონება მაგაზე მუშაობას და ბევრ რაღაცებს გავხსნი. ძალიან ბევრ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, თუ არ გაქვს ენერგია. აი შეიძლება ძალიან კარგი უნარები გქონდეს, ძალიან ვთქვათ, სხვადასხვა რესურსები გქონდეს იმისთვის, რომ ეს უნარები გამოიყენო, მაგრამ თუ არ გაქვს ენერგია, შენ ვერ შეძლებ ვერც ღირებულების შექმნას, ვერც მატერიალიზაციის შექმნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვეთანხმები ერთი კუთხით ამას და გეტყვი რა კუთხით, თუ ჩემ თავზე დაკურვებით, ისევ ჩემ თავზე დაკურვებით აღმოვაჩინე, რომ თუ მე არ ვცდილობ, რომ შევივსო ენერგიით, ანუ ენერგია არის რაღაცა შეზღუდული რესურსი, რაზეც შენ საუბრობდი ზოგადად, რომ შენ ერთი ხარ და რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე ეს ენერგია გეწურება, ანუ 24 საათში რაღაცა გარკვეული ენერგია გვაქვს, რომელსაც გამოიყენებ ამა თუ იმ გზით, რომ რაღაცაში ჩადო ეს ენერგია. თუ მე არ ვივსებ ამ ენერგიას, ის ენერგია, რაც გამაჩნია დღის დასაწყისში, დღის ბოლომდე, არ არის ისეთი სრულყოფილი, თუ დღის ჭრილში მე არ შევივსე დამატებითი რესურსებიდან და არ გადავაქციე ეს ენერგია პოზიტიურ ჭრილში ღირებულებად. მაგრამ ძალიან ჩემს ენაზე მითხარი ახლა. ოკეი, კაი, ნახე. ნახე, იმიტომ არ გეკითხები რომ ვერ გავიგე, უბრალოდ ზუსტად ვიცი რომ მსმენელებიდან თითოეულმა ადამიანმა გაიგო რა თქვი, მაგრამ თითოეულ ადამიანს განმარტებითი ლექსიკონი გვაქვს აბსოლუტურად სხვა. ამიტომ თუ არ მეტყვი ხომ მეორე კლასელის ენაზე ვილაპარაკებ სხვა რაღაცაზე და მსმენელი გაიგებს აბსოლუტურად სხვა რაღაცას. მაგაზე სხვათა შორის მეც ვიფიქრე პირველი პოდკასტის მერე, იმიტომ რომ ძალიან სიღრმეებში შევედით მაშინ მარიკასთან ერთად. მაგალითად, მე დილით რო ვიღვიძებ, თუ ფეხით არ ვიარე 1 საათი მაინც და არ შევივსე ენერგიით, ჩემი დღე არ მიდის ისე, როგორც მე მინდა რომ მიდიოდეს. ისეთი პროდუქტიული არ არის. ისე ვერ ვესაუბრები ადამიანებს. მოტივაცია არ მაქვს იმდენი, რამდენიც მინდა რომ მქონდეს. ენერგიას ვიღებ ფიზიკური დაღლით, მარტივად რო ვთქვა. მაგრამ ამავე დროს ეს ენერგიით მავსებ. პლუს შევიქმენი მოტივაცია, რომ მივდივარ ყავამდე, ანუ არის კაფე, სადაც არის ყავა, იმიტომ რომ ესე ადგე და 1 საათია, რომ ყოველ დილის 8 საათზე ცოტა ისეთი არის რა, იმის გარდა რომ კი შინაგანად იცი და გაცნობიერებული გაქვს, რომ ენერგიით აგავსებს, მაინც ისეთია რა, აი კომფორტის ზონიდან გამოდიხარ მუდმივად. მაგრამ რადგან ეს მოკლედ იქ ყავა მელოდება და მოტივაცია მაქვს, მე იქამდე მივდივარ და მე რა უკან ბრუნდები, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში სახში უნდა დავბრუნდე, ხო? რატო მოვაყოლე ხა ეს ყველაფერი და რატო გეკითხები? ბევრი საუბრობს ძალიან, მე მხვდება ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად, რომ თუ ენერგია არ გაქვს, შენ რამდენიც არ უნდა აკეთო, რამდენიც არ უნდა შექმნა, ამ ენერგიის გარეშე, ოღონდ რა ენერგიას ზეგესაუბრები. იმ სასიცოცხლო ენერგიაზე არა, რაც ჩვენ გვაქვს, რომ წყალი დავლიოთ და ვისაუბროთ. დამატებითი ენერგიის წყაროა, რომელიც არის მაინსპირირებელი მერე შენი თავისთვის და მერე დანარჩენი ადამიანებისთვის. აი, რო ასხივებ შინაგანად და აი რა ხო ქონია ესეთი შეგრძნება, რომ ადამიანს ელაპარაკები და აი არაფერი განსაკუთრებული არ არის ეს ადამიანი საერთოდ. მაგრამ ისეთი ენერგია მოდის ამ ადამიანისგან, რომ აი ის ენერგია გავსებს შენ. რაღაცა თითქოს
თავის ბიოველში შემოყავ და გავსებს. ამ ენერგიაზე მაქვს საუბარი. ეხლა კითხვა რაში მდგომარეობს რა? რა კაია რომ დააკონკრეტე რა ენერგიაზე, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად გაიგებდა. ხო, შენი აზრით რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ენერგიას ადამიანის ცხოვრებაში ერთი, მეორე შექმნაში და მესამე ღირებულების შექმნაში? ძალიან კაი საუბარი გამოგვივა, მე მგონი მაგ საკითხს ენახე. შენ არ გულისხმობ იმ ენერგიას, რომ უბრალოდ ავდექი და ფიზიკური ენერგია მაქვს. ენერგია მივხვდი დაახლოებით რაც გულისხმობ, მე მგონი მივხვდი. მე ჩემს თავს დავკვირვები ვარ, რომ რაც უფრო მეტად ვავარჯიშებ ჩემში კრეატიულობის უნარს, ანუ იმ მარცვალს, რომელიც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანში ჩადო, ოღონდ კაი არო, სრულად არავისთან არ ჩადო, ყველასთან ჩადო, ყველაში ჩადო რაღაც, მაგრამ არც ერთ ადამიანში არ ჩაუდია ყველა. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ყოველთვის შეგიძლია შექმნა რაღაცა ჩემთვის და მე შემიძლია შევქმნა შენთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის ვჭირდებით ერთმანეთს. თუ ვავარჯიშებ ჩემში კრეატიულობის ამ უნარს და ვახდენ ამის კომუნიკაციას, ამ შექმნასაც და მოწოდებასაც ენერგია ჭირდება. ჩემგან ეს ენერგია გადის, მაგრამ კარგი ის არის, რომ ადგილს უთავისუფლებს ახალ ენერგიას, რომელიც უფრო დიდი დოზით ავსებს მანამდელს. ნახე, წეგანო თქვი, რომ ენერგიით ვივსები, როცა დაურბივარ, სინამდვილეში ენერგიით როცა დარბიხარ, ენერგიით იცლები. უბრალოდ რა კი დაიცალა, შემდეგ ადგილი გამოთავისუფლდა ახალი ენერგიისთვის. ანუ ჩვენი მიზანია, რომ გამტარები ვიყოთ, ენერგიას დავარქმევთ თუ სიკეთეებს დავარქმევთ თუ რაც არ უნდა გამტარი ვიყოთ. მკვდარი ზღვა, იმიტომ მკვდარი ზღვა რომ შესასვლელი აქვს და გამოსასვლელი არა აქვს რა. ჩვენთვის თავარია რომ რაღაცები რაც მოგვეცა, ეს გავცეთ იმისთვის რომ ახალი დავიდიოთ რა. ნახე ამ სამყაროში მე ესე მჯერა რომ ღმერთი არის წყარო. უშრედი წყაროა და ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ამ წყაროდან რაღაცებს ვიღებთ. რამდენს წამოვიღებთ ამ წყაროდან, დამოკიდებულია ჭურჭელზე, რამხელა ჭურჭლით მივალთ. მაგალითად, მე და შენ სადღაც დინარესთან ვიყოთ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ადრე მივა, ვინ რომელ ნაპირთან იქნება. უკან წამოვიღებთ იმდენს, რამხელა ჭურჭელიც გვექნება წაღებული. ადამიანები რომ რაღაცა ქვეყანაში ჩავლენ და ერთი წარმატებული ჩამოვა და მეორე წარუმატებელი და წარუმატებელი რომ დარდობს, რომ მე იცი იქ იმდენ ხანს მასზე ადრე ჩავედი, მასზე უკეთეს ადგილას ვიყავი ის და იმან ალბათ რაღაცა იხიმანდრა, იმიტომ რომ მე ჩამოვედი ხელსარიელი და გააჩნია რა მოცულობის დატევა შეგიძლია. ჩვენ როგორც ჭურჭელი უფრო ვითარდებით და ვფართოვდებით, როცა ის რაც მიღებული გვაქვს გავცემთ, იმისთვის რომ ადგილი დაუთმოთ ამ წყაროდან კიდე ახალი რაღაცის მიღებას. გინდა შთაგონება დაარქვი, გინდა ენერგია დაარქვი, მიბმული ვართ უშრეთ წყაროზე. ჩვენ რესურსები ვართ რეალურად. წყაროები ჩვენ არ ვართ. წყარო ღმერთია და ჩვენ აქედან მოგვაქვს რესურსები. და რა კი წყარო უშრეტია, უშრეტი რესურსები, უსასრულო რესურსები შეგვიძლია წამოვიღოთ. თავარია რომ რაც მოგვაქვს, ჩვენთვის არ მოგვაქვს. სხვებისთვის მოგვაქვს, გასაცემად მოგვაქვს. თუ ამას ეს მოგაგ და არ გასცემ, მეტი აღარ გეძლება. იმიტომ რომ ეს გასაცემად მოგეცა, თუ არ გასცემ, მეტი არ გეძლება. და პრინციპი იგივეა, ნახე, როცა დარბიხარ და ენერგიას ხარჯავ, მეტი ენერგია გაქვს. მაგრამ თუ იმ ენერგიას არ დახარჯავ, მეორე დღეს არ ხარ ისე მოტივირებული, იმიტომ რომ მოტივირებული იქნება თუ ენერგიით შევსებული. იმიტომ რომ ის რაც მოგეცა არ დაიხარჯა. რა წარმოიდგინე, როცა ენერგიას ახმარ იმას, რომ შენში ის კრეატიულობა გააუმჯობესო, რომელიც ემსახურება ღირებულებების შექმნას საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. მერე ამას პარალელებს რო აავლებ, უკვე გასაგები ხდება, რასაც გასცემ შენია, რასაც არა დაკარგულია სიტყვაზე, რასაც დათესავ იმას. ეს ყველაფერი უკვე კავშირში მოდის რა. პარალელებს ვავლებთ ან პარალელურად ჩემს გონებაში, იმიტომ რომ
რაღაცა ასოციაციები ჩნდება ეს ტვინში. რასთან დაკავშირებით გეტყვი? შენ ახსენე, რომ რაღაცა ნაწილი უნდა გაათავისუფლდეს იმისთვის, რომ შეივსოს. ხო, ამათ ახალი ჰაერი არ შემოვა თუ ხო. ძველი არ გავითავსო. ნახე, კოუჩინგში, კოუჩინგს რო გავდიოდი, მოკლედ, ეგეთი პერიოდი მქონდა ცხოვრებაში, რომ ეს ტრავმები რაც იყო, რაც ბავშვობიდან მოდიოდა, რაც დაგროვდა ის მშობლების რაღაცა მიუღებლობ მილიონი რაღაც, რაც იყო გადასალახი, ზუსტად ეგეთი განცდა მქონდა. გეტყვი ახლა რაზე ვსაუბრობ ამასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ერთი მთლიანობა ხო ხარ და აი ამ მთლიანობის 50%, რომელიც იყო ბნელი, აი ის გამოვიდა კოუჩინგის გავლის მერე და აი ტრავმების დამუშავების მერე და გაჩნდა სივრცე. სივრცე, რომელიც იყო შესავსები. აი ეს სივრცე, რომელშიც უკვე შენ შეგეძლო აგერჩია რა შემოგეშვა და რითი შეგევსო ეს სივრცე. და რო ირჩევ სიკეთის შექმნას და აი ეგ მომენტი მქონდა ზუსტად, რომ გავთავისუფლდი რაღაცეებისგან. მქონდა იმის მოთხოვნილება და გამიჩნდა აი რომ არ გაძინებს, ნახე. ხო ქონია ეგეთი შემთხვევები, რომ აი რაღაც უცებ ხამე დაგარტყა რაღაცა აზრმა და ეს გიტრიალებს სანამ არ გააკეთებ, ან არ დაწერ, ან არ ჩაინიშნავ, იქამდე არ მოგასვენებს. აი ესეთი შეგრძნება არის ზუსტად, რომ რაღაცა შექმნის ენერგია, მოდი ესე დავარქვათ, არსებობს აბსტრაქციულად, რომელიც გეუბნება, რომ აი რაღაცა უნდა გააკეთო, რაღაც უნდა შექმნა და მე რაღაცეებს უკვე სახელი ერქმევა, რომ აი ეს ხო არ გავაკეთო, ამით ხო არ დავეხმარო, ისე ხო არ გავცე და ასე შემდეგ რა და შენ რო გამახვილე ყურადღება რაღაცა უნდა დაიცალოს იმისთვის, რომ მე რაღაცა აივსოს, ეს პარალელი გავავლე, იმიტომ რომ თითქოს ერთი კანონზომიერება არის რა, ანუ სამყაროში არის რაღაცა გარკვეული კანონზომიერება, რომელი კანონზომიერების გარშემოც ჩვენ ვტრიალებთ საბოლოო ჯამში. ანუ უნდა გასცე რომ შეივსო. ხო და ეს საინტერესო მომენტი იყო. ნახე, ის შეგრძნება რომ აი რაღაცა გინდა ააკეთო. ალბათ არ აქვს ცხოველს, არ აქვს რა ცხოველი რაღაცას იმიტომ აკეთებს, რომ არის მერცხალი რომ ბუდეს აშენებს, იმიტომ აშენებს, რომ ინსტინქტის დონეზე აქვს ჩადებული, რომ ეგეთი ბუდე უნდა ააშენოს. რაც არ უნდა აღფრთოვანებაში მოყავდე მერცხლის ბუდეს, რომ რა მაგარია და რა მაგრად აშენებს. კრეატიული არ არის. ეგრეა დაპროგრამებული. 3000 წლის წინაც ეგეთ ბუდეს აშენებდა, ეხლაც ეგეთ ბუდეს აშენებს. სხვა ყველა ცოცხალი არსებისგან, ფიზიკური, მატერიალური არსებისგან განსხვავებით, ადამიანს რა კი აქვს კრეატიულობის რაღაც მარცვალი. ნახე, ჩვენში არსებული კრეატორის შემოქმედი, ასე ვთქვათ, ვერ ისვენებს შექმნის გარეშე. ღმერთ სამყარო იმიტომ არ შეუქმნია, რომ რაღაცა აკლდა. შექმნა იმიტომ, რომ კრეატორია და კრეატორის თვისება და ბუნებაა, რომ შექმნას. შექმნა იმიტომ, რომ კრეატორი მორბენალი დარბის, მოცურავე ცურავს და კრეატორი ქმნის. არა იმიტომ, რომ რაღაცა აკლდა, უბრალოდ იდენტობიდან გამომდინარე კრეატორია. და ადამიანების რა კი კრეატორები ვართ, არ შეგიძლია რომ არ შექმნა. ეგ არის რაღაცა რაც არ გაძინებს, ეგ არის რაღაცა რაც გაწუხებს, იმიტომ რომ იდენტობის დონეზე გვაქვს კრეატიულობა. და წეღან ამბობდი რა ძალიან კაი რაღაცას. ბავშვობის ტრავმები და რაღაცები. ერთ მომენტში გადავწყვიტე რომ სიკეთე შემექმნა. ნახე? ნებისმიერი რაღაცა რა ეგრევე იძენს ღირებულებას, როგორც კი გადაწყვეტ, რომ ეს რაღაცა გააზიაროს სხვებთან. მაგალითად, ცუდი გამოცდილება რა, ბევრს ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული, ბევრს ძალიან მძიმე ცხოვრების გავლა მოუწია. მანამ სანამ ეს რაღაცა რჩება მხოლოდ ჩვენს გამოცდილებად. მანამ გაწუხებს, იმიტომ რომ ამისგან არანაირი ღირებულება არ იქნება სხვისთვის. მაგალითად, ადამიანი ვისაც შეიძლება შვილი დაეღუპა. ამას ვერ შეცვლი. ამას არც აუფასურებ იმითი, რომ ამბობ, რომ ხო იცი ახლა არა ეგრევე რა გაუმკლავდი რანაირია. მაგრამ ესეთ ადამიანს იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, როგორ შეუძლია დაეხმაროს სხვა შვილმკვდარ დედებს, თუნდაც ან მამებს.
ან როგორ გაამხნევს სხვა ადამიანები. ნახე, ამან იმდენად დიდი გამოცდილება მისცა, რომ ეს შეგიძლია უდიდეს ღირებულებად აქციო საკუთარი თავის გარდა სხვებისთვის. მანამ სანამ შენთან რჩება გაწუხებს, მძიმეა და როგორც კი იწყებ აქედან გაზიარებას, ფაქტს ვერ შეცვლი, ვერ შეამსუბუქებ, მაგრამ ხვდები, რომ ეს გამოცდილება რა სხვა ადამიანების მომსახურებას იწყებს და არ ამსუბუქებს, უბრალოდ ფასს აძლევს და ღირებულებას სცემს უფრო დიდ სხვები ადამიანებისთვის. როგორი მეტაფორული არის იცი, ჩემთვის რომ მე მაქვს რაღაც და ამას ვუზიარებ. აი ესე ადამიანები რო იდგნენ და იმათ რო გავუნაწილო ის რაც მე მაქვს. ანუ აი შეგრძნების დონეზე გეუბნები, კმაყოფილების შეგრძნება რომ მოგდის იმით რომ ხდება გაზიარება ერთი, მეორე სიკეთის შექმნა და იცლები. ეს იქნება ნეგატიური, პოზიტიურად რო აქცია, ანუ მინუსი რო პლუსად აქციე. ეგ მაგ მომენტს ხედავ ძალიან და დაბიჭირე ეგ ამბავი და მეორე პოზიტიური რო გაქვს და იმას რო ამრავლებ. აი რაღაცა ეგეთი გამოვიდა რა. ნახე წეგან ახსენე ამ სამყაროში კანონზომიერებები არისო რა. პირობითად დავარქვათ პრინციპები, კანონები, პრინციპები დავარქვათ და პრინციპებში ვგულისხმობ კანონებს, კანონზომიერებებს, რომლითაც ეს სამყარო იმართება. კარგად რო დააკვირდები ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში ერთი და იგივე კანონზომიერება და ერთი და იგივე პრინციპები. მაგალითად, რაღაცა რაც მუშაობს ფიზიკაში, თუ ამის კანონზომიერებას დააკვირდები, ამ კანონზომიერებას დაინახავ სხვაგანაც. თუ ვერ ხედავ სიტყვაზე, აი მაგალითად ფიზიკაში არის ბერკეტის პრინციპი, ხო? თუ რაღაცა ძალა არ მაქვს, სწორი ბერკეტი აკომპენსირებს ჩემი რესურსების ნაკლებობას. მაგალითად, 100 კილოს აწევა მინდოდა, ვერ ვწევდი, მაგრამ სწორი ბერკეტით, პატარა ჯოხით სწორად გადადებულით, 100 კილოს ავწევ, არა იმიტომ რომ ძალა მომემატა, უბრალოდ სწორმა ბერკეტმა დააკომპენსირა. ესე იგი, თუ სწორი ბერკეტი აკომპენსირებს ფიზიკაში შეზღუდულ რესურსებს, იგივენაირად უნდა მუშაობდეს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, თუ კომუნიკაციაში არ მაქვს რაღაცა რესურსი, თუ ვიპოვი სწორ რესურსს, სწორ ბერკეტს დააკომპენსირებს ჩემს შეზღუდულ რესურსს. მაგალითად, თუ შენ მასწრებდი წეგანო ვთქვით სირბილში, იმიტომ რომ მე სისწრაფე როგორც რესურსი არ მაქვს შემდენი, თუ სწორ ბერკეტს ველოსიპედს ვიპოვი, ეს დააკომპენსირებს. ყველგან ერთი და იგივე პრინციპია. წეგან ახსენე რომ როცა ამას ვაზიარებო, თითქოს სიკეთე მრავლდება და ასე შემდეგ. და თითქოს კი მრავლდება. იმიტომ რომ ცხოვრობ სამყაროში, სადაც ყველაფერი მრავლდება თავისი გვარის და მიხედვით. ანუ ხალხს რო დაწესა მოლოდინი არ გაქვს რა სხვა. თუ და უფრო მეტიც ეს რაღაცა მრავლდება ორ მხრივად. ერთია რომ შენ რაღაც დაწესე ამ ნაყოფით სხვები სარგებლობენ და შენ უფრო მეტ თესლს იჭერ ხელში რომ კიდე მეტი დაწესო. რასაც გასცემ იმას იმკი რეალურად და ძალიან მშვენიერი პროცესია. კი. ნახე, გაზიარება ახსენე რა. ისევ რა კი სასულიერო თან შეხება გაქვს, საინტერესო იქნება ჩემი აზრით. სამი რაღაცა გვჭირდება რა, შეიძლება ჩემს რომელიმე ვიდეოში მოგარგური, მეც სხვა დამეხმარა რომ დამენახა რა. ერთია რომ ვქმნიდეთ რაღაცას, იმიტომ რომ ამითი ვართ ღვთისმსგავსები და როცა ვქმნით ამ დროს ვამბობთ რომ ამ დროს ვართ ღვთისმსგავსები, იმიტომ რომ თუ არ ვქმნით ვართ ცხოველები არა, იმიტომ რომ ადამიანია უკეთესი ცხოველი. ადამიანის ცხოველზე გაცილებით მაღალი არსებაა, მაგრამ მაღალი არსება არის შექმნის უნარით. მაგრამ მეორე, შეიძლება ქმნიდე, მაგრამ არ აზიარებდე. პირველად როცა ბიბლიაში ვკითხულობთ სიტყვას, რომ რაღაცაზე კარგი არ იყო, ვკითხულობთ ადამიანთან მიმართებაში. მანამდე პირველ დღეს თქვა ღმერთმა შექმნათ ეს შექმნა, ის თქვა რომ კარგი იყო, მეორე დღეს თქვა რომ კარგი იყო. მესამე, მეოთხე, მეხუთე დღეს ყოველ დღე რასაც ამბობდა რომ მოდი გავაკეთოთ ასე, გააკეთა ესე, თქვა რომ კარგი იყო. შემდეგ შექმნა ადამიანი და პირველად წერია რომ ამბობს რომ არ არის კარგი. ადამიანის მარტო ყოფნა. ხო. იმიტომ რომ როცა არსებობს კრეატიული არსება, თუ მარტოა და არავინ არ არის ირგვლივ, ვისთანაც მის კრეატიულ რაღაცას გააზიარებს, კარგი არ არის მისთვის ყოფნა. კმაყოფილებას ვგრძნობთ არა მხოლოდ მაშინ, როცა ვქმნით და ვაზიარებთ.
იმიტომ რომ შეიძლება ქმნიდე და ვერ აზიარებდე და კმაყოფილება არ მოაქვს, ან არ ქმნიდე და გასაზიარებელი არ გაქვს. მეწარმეების, შენი პოდკასტი ძირითადად სტარტაპერებზე, მეწარმეებზეა. მეწარმეების ყველაზე დიდი საჭიროება არის არა ის, რომ შექმნაში არიან ცუდები. შექმნაში ძალიან კარგია უმეტესობა. გაზიარების ცოდნაშია, კომუნიკაციის უნარში აქვს ჩავარდნა. იდეების და სტარტაპების უმეტესობა კვდება არა იმიტომ, რომ იდეა იყო ცუდი, ზოგი მაგის გამოც. იდეა კაი იყო, უბრალოდ ამ ტიპებმა ვერ მოასწრეს გაზიარება. ვერ მოასწრეს თუ არ გამოვიდეთ, გადავიდეთ მაგ საკითხზე, სხვათა შორის. სწავლა უნდა ხვდები, ანუ რაღაცის შექმნასაც სწავლა უნდა და ის რაც მე შევქმენი, ამაზე სწორად დაგანახო რა შევქმენი. უნდა ვისწავლო მინიმუმ თუ ქართულად ლაპარაკობ და მე ქართულად არ ვლაპარაკობ. ქართული ხო უნდა ვისწავლო, რომ შენს ენაზე გაგაგებინო რა გავაკეთე. ხანდახან არის რომ ერთი და იმავე ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც ვერ გაგებინებ. იმიტომ რომ ჩემი სიტყვები სხვა აზრს ატარებს და შენ განმარტებითი ლექსიკონი სხვა გაქვს. ან ფორმა არის არასწორი, ან ადგილი არასწორი. რა გადავიდეთ მარკეტინგზე. არის ძალიან ბევრი სტარტაპი და ძალიან ხშირად მაქვს სხვადასხვა სტარტაპებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხება, იმიტომ რომ კომპანია, რომელიც შევქმენი, ფიფლია, HR outsource-ი. რას აკეთებს შენ კომპანია არის ესე ყველაფერი, რაც ადამიანებს ეხება ტრაფიკინგის გარდა. ფაქტიურად ეგრე გამოვიდა, ანუ კონკრეტულად ყველანაირი სერვისი, თანამშრომლის მოძიება, ყველანაირი დოკუმენტაციის მომზადება, შინაგანი წესი იქნება თუ მოკლედ ორგანიზაციაში რაც კი არსებობს, ხელფასების დათვლა, სოფტების დანერგვა, ტრენინგები, კოუჩინგი, კვლევები. მოკლედ ორგანიზაციას თუ უნდა რომ პროცესები, რომელიც შიგნით მიმდინარეობს, იყოს სწორი და ადამიანები, რომლებიც შიგნით მუშაობენ, შექმნან ღირებულება, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბი მატერიალური სახით, არის საჭირო რომ გქონდეთ ესეთი ტიპის სერვისი, იმიტომ რომ რაღაცას რო იწყებ, თუნდაც სტარტაპის შემთხვევაში რო განვიხილოთ, შენ თუ კორპუსს აშენებ და საფუძველი არ გაქვს თავიდანვე, სწორედ, ესე ვთქვათ, არმატურები თუ არ შეიყვანე იმ ხარისხის ბეტონი და ცემენტი თუ არ მოიტანე და იმაზე სწორედ თუ არ დაიწყებ კორპუსის აშენება, ის რაღაცა მომენტში ჩამოგენგრევა. ან ნგრევას დაიწყებს, ან ბზარი გაუჩნდება, რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე ზოგადად ორგანიზაციებში ამას ვხედავთ ჩვენ. ესე იგი, რას აკეთებს შენი კომპანია? ჩემი კომპანია აყალიბებს სწორ გუნდებს. ამ გუნდებს უქმნის იმ ღირებულებებს, რომელიც არის საჭირო ორგანიზაციისთვის. ესე იგი, მე ვარ კომპანია. ხო. შენ შეგიძლია რომ ჩემთან ჩამოაყალიბოს სწორი გუნდი. სწორ გუნდს ჩამოგიყალიბებ, შეგიქმნი ისეთ ეთიკურ გარემოს, კანონმდებლობის შესაბამის და ევროპული სტანდარტების შესაბამის ისეთ გარემოს, სადაც შენი თანამშრომლები ამ ეთიკის და ღირებულებების საფუძველზე შექმნიან სიკეთეს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე შენთვის. ანუ აი ესე იგი, შენამდე თუ ჩემს კომპანიაში არის რა სახის პრობლემა? ჩემამდე თუ შენს კომპანიაში ძალიან მარტივად ვიტყვი რა, თუ ხედავ რომ არ იზრდები, თუ ხედავ რომ არის მაქვს რესურსები, მაგრამ ვერ ვიზრდები. რესურსები გაქვს, ძალიან კარგი პროდუქტი გაქვს. ანუ კომპანიას, რომელსაც აქვს რესურსები, მაგრამ რაღაცა მიზეზით ვერ იზრდებიან, ეხმარები ზრდაში, სწორი გუნდის შენების გზით. კი ბატონო. როგორც გუნდის ყველაფერი თქვი მაგის გარდა. ნახე რატო ჩაგეკითხე. პატარა სკოლიო გავაკეთე შეჯამებასავეთ, იმიტომ რომ ადამიანები ვინც მოусმენენ ამ პატარა გარჩევას, მიხვდებიან თვითონ თავიანთ ბიზნესში რა ღირებულებები უნდა დაინახონ და რა დაანახონ მომხმარებელს. ეხლა შენაზეც საუბრობდი, იყო პროცესები და დეტალები როგორ აკეთებ, ახერხებ იმ შედეგის დადებას, რა შედეგიც მომხმარებელს სჭირდება, დამკვეთს. იმის გამო რომ უმეტესობას გგონია რომ ჩვენი სერვისების ღირებულება არის პროცესები და დეტალები, რისგანაც ეს შედგება, ლაპარაკობთ პროცესებზე და დეტალებზე.
რომ იქ გუნჩეკ იქ HR-ს დაგიქირავებ, იქ საკანონმდებლო იქ რაღაცა ევროპულ სტანდარტს დავნერგავ. ეგ რაღაცა შენ გჭირდება, რომ ჩემთან ეგ შედეგი დადო, მე ეგ არ მჭირდება. მე მხოლოდ ის საბოლოო შედეგი მჭირდება. ვარ რაღაცა არასასურველ მდგომარეობაში. მინდა ვიყო სასურველ მდგომარეობაში. ერთადერთი რაზეც უნდა მელაპარაკო, როგორი გახდება ჩემი ცხოვრება, მას შემდეგ როცა მე შენ შეთავაზებაზე ვიტყვი კის და როცა კის ვიტყვი, მე უნდა მოხვიდე და გინდა გუნდი შექმენი და რაც გინდა ისქენი. ნახე? ახლა რატო გისმენდი რა ძალიან ყურადღებით. რაზეც პირველ ნაწილში ლაპარაკობდი, თავიდან ბოლომდე იყო პროცესები და დეტალები. იმიტომ რომ გგონია რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტების და სერვისების ღირებულება არის პროცესები და სერვისები. აი, რამდენი კურსი მინახავს რა, მათ შორის არ დავაკონკრეტებ მოკლედ. ანუ ნახე, შედგება რაღაცა X რაოდენობა გაკვეთილისგან, Y რაოდენობა საათებისგან. რაში მაინდა, ანუ ეგ არაფერს არ მაძლევ. შენ მელაპარაკე, როგორი გახდება ჩემი ცხოვრება მას შემდეგ, რაც კის გეტყვი და მე კის რო გეტყვი, შენ გადაწყვიტე, ამდენი საათი უნდა მელაპარაკო, ამდენი ამ ადგილას უნდა მელაპარაკო, თუ ამ ფორმით უნდა მელაპარაკო. ხშირ შემთხვევაში პროცესებზე და დეტალებზე ვლაპარაკობთ, მანამ სანამ ადამიანი კის იტყვის. მაშინ როცა უნდა ვლაპარაკობდეთ შედეგებზე და ეს პროცესები და დეტალები ჩვენ გვჭირდება, რომ მომხმარებელს ეგ არ ჭირდება, შენ გჭირდება ეგ. მესმის რასაც იძახი. შედეგი დადო. ანუ პირიქით უნდა შემოაბადრიალო და ის სკოლიოს გავაკეთებ, რომ როცა თქვენს შეთავაზებებზე საუბრობთ, ერთადერთი რაზეც უნდა ისაუბროთ, უნდა დაანახოთ მომხმარებელს, რა პრობლემას წყვეტ იმისთვის და ძალიან ცოტა უნდა ილაპარაკო რა საშუალებით. თუ საკმარისად ბევრს ილაპარაკებ საბოლოო შედეგზე, არავის არ გაუჩნდება კითხვა რა გზით აკეთებ. მაგალითად, ახლა რომ ტურისტულ საგზურებს ვყიდე. და ვიცი რომ დაღლილი ხარ და გინდა დასვენება. და მე მაქვს ბილეთები არის ჰავაიზე. ერთადერთი უნდა გელაპარაკო ჰავაიში როგორ დროს გაატარებ. ადამიანები დგანან და ლაპარაკობენ თვითმფრინავზე, რომელი თვითმფრინავით წახვალ, სად დაჯდები და პილოტი ვინ იქნება და რა მოდელია და ანუ არ გაინტერესებს ეგ მართალია. ძალიან კაი იყო სხვათა შორის. კაი, დავბრუნდეთ მარკეტინგს და მარკეტინგის გარშემო ვიტრიალოთ ახლა. ვიცი, ზუსტად ვიცი, მაგრამ მინდა რომ უფრო პრაქტიკაში შევიდეთ. არიან სტარტაპები, აი ხა დავიწყე, ჩემი მაგალითი ავიღოთ. მე მოგიყევი სანამ ჩვენ დავიწყებდით ჩაწერას, რომ ფიფლიას რო ვქმნიდი, შემხვდა მოკლედ სტივ ჯობსის ვიდეო და მივხვდი, რომ მოკლედ ამ Nike-ის მაგალითზე, რომელიც ვიცი, მაყურებელს არ ეცოდინება რაზე ვლაპარაკობთ თავიდან. ოკეი. კარგი. მოკლედ, როდესაც გადავწყვიტე კომპანიის ჩამოყალიბება, ფიფლიასი, ბევრს ფიქრობდი მარკეტინგთან დაკავშირებით და დაახლოებით 1 კვირა გავიდა და ვერ ვყალიბდებოდი იმაზე, რა ხედვით მინდოდა, რომ დაენახა მომხმარებელს ჩემი კომპანია. და შემთხვევით შემხვდა სტივ ჯობსის ინტერვიუ, სადაც საუბრობდა Nike-ის მარკეტინგზე და Nike-ის მარკეტინგზე ყოველთვის მე პირადად Just Do It მახსენდა, Just Do It ეხა ხო შეცვალეს ჯენზის მოარგეს და ნუ მოკლედ მთელი ამბავი ატყდა, რომ მილენიალები იძახდნენ, რომ მთელი ცხოვრება იმას გვეუბნებოდით, რომ გააკეთეთ, რაც არ უნდა დაგიჯდეთო და ეხა შეცვალეთ, რომ რაც გინდათ ის აკეთეთო. რაღაცა ეხა ზუსტი სლოგანი არ მახსოვს და არ მინდა რომ არასწორად გამოვიდეს და ეხა ჯენზის მოერქნენ და ჯენზის ეუბნებიან, რომ რაც გინდა ის გააკეთე, მთავარია კარგად იყო. ხო და ეხა ცოტა გადავუხვია, მოკლედ Nike-ის მარკეტინგი იყო ყოველთვის ის, რომ ათლეტებს აფინანსებდა, ფეხსაცმელი იქნებოდა ეს თუ მაისურები თუ ასე შემდეგ, ანუ Nike-ის ლოგო ქონდა, ისეთი სპორტსმენების ესე ვთქვათ, სახე, კი არა და სახე იყო Nike-ის ისეთი სპორტსმენები, რომლებიც დიდ დაბრკოლებებს ლახავდნენ და რაღაცაი წარმატებული სპორტსმენები იყვნენ, მარტივად რო ვთქვა და შევაჯამო და გავავლე პარალელი.
რომ რა შემეძლო რომ გამეკეთებინა მე როგორც სტარტაპერს, რომელიც არის HR outsource და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრმა კომპანიამ და ადამიანმა ჯერ HR-ი რა არის ის არიციან და პლუს outsource-ი უნდა ამეხსნა კიდე დამატებით. და გადავწყვიტე რომ Nike-ის მოდელი გადმომეტანა ჩემთან, ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ირიბად რო შემოატრიალო ეს ფრაზა, უკანა მხრიდან აწერია, რომ შექმენი ღირებულება. ანუ Nike რასაც აკეთებდა, იგივე მოდელი წამოვიღე და ფიფლიამ შექმნა სტარტაპერი პოდკასტი, რომელიც ეხმარება ბიზნესს და სტარტაპებს, რომ გახდნენ ან წარმატებულები, ან გააზიარონ თავისი პროდუქტი, საკუთარ თავზე ისაუბრონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ არის ძალიან ბევრი სტარტაპი, თუნდაც ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც აი ილტვიან რაღაც არ ვიცი, არაჩვეულებრივი იდეა აქვთ მოსული, მაგრამ არიციან არა. არ აქვთ იმის რესურსი, რომ კონდეთ მარკეტინგი. და რას გულისხმობ ახლა კონკრეტულად? არ აქვთ მატერიალური რესურსი იმის, რომ თუნდაც გაუშვან ან რეკლამა, ან გადაიღონ თუნდაც ვიდეო რგოლი. ის რაც აქვთ გათვლილი არის პირველ ეტაპზე თუნდაც იმ პროდუქტის შესაქმნელად იქნება თუ გასაუმჯობესებლად, ანუ პრიორიტიზაცია ხდება ჯერ პროდუქტზე და არა მარკეტინგზე. რა უნდა გააკეთონ ესეთმა სტარტაპებმა იმისთვის, რომ მოხდეს მომხმარებლამდე მიტანა ინფორმაციის და აი ესეთი შეზღუდული რესურსებით. ეხლა ვიღაცებს ვის ტვინებს ავაფეთქებთ. ნახე, პირველი ნახე ღირებულებების შექმნა ახსენე, მარკეტინგი ახსენე და შეზღუდული რესურსები. ნახე, ალბათ პირველი მიზეზი რის გამოც სტარტაპების 95 ან 98% კვდება, არის ის, რომ მეწარმეები სტარტაპერი დავარქვათ, რა ჩემთვის მეწარმეა რა. მეწარმეები იწყებენ ამა თუ იმ საქმეს არა იმიტომ, რომ ბაზრის ტკივილს დააგვირდნენ და ბაზრის საჭიროება იგრძნეს და ბაზარში გულისხმობ ადამიანებს. ინდიკატორი რა საქმე დაეწყოთ, ის კი არ იყო ბაზარს რა ტკიოდა და სხვა ადამიანებს რა აწუხებდათ. მათ მოწონდათ ამ რაღაცის კეთება. ესე შეხედეს, რომ აი ეს რაღაცა რო იყოს მე სიამოვნებით ვიყიდდი. ხო, მაგრამ შენს გარდა კიდე ვის აწუხებს რა ისეთი პრობლემა. რომ შეიძლება იმ ადამიანებმა იზრუნონ ამ პრობლემის მოგვარებას. და იმის გამო რომ ფოკუსი აქვს საკუთარ სურვილებზე, ვეღარ ხედავენ ადამიანების საჭიროებებს. პირველი ხშირ შემთხვევაში იწყებენ არასწორი ინდიკატორით, ანუ მას რა მოწონს აქედან იწყებს. მეორე იწყებს მანამ სანამ ამის კომუნიკაციას მოახდენს. ეგა ძალიან მთავარი, ნახე, არც ერთი სტარტაპი მას შემდეგ რაც აფთიაქების შემდეგ რა პროექტებიც გამიკეთებია, აფთიაქებს როცა ვაკეთებდით, მან გავიგე ზოგადად ამ მიდგომის შესახებ, რომ თურმე ჯერ უნდა მოახდინო კომუნიკაცია, ოღონდ არა ფორმასაც მნიშვნელობა აქვს, ნახე, ამ რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ და რას ფიქრობთ, მოგეწონებათ, ნახე, მომავალში გადადებული რაღაცა ის არის და ამ დროს მეგობრები გეუბნებიან, აბა მაგარი იქნება, რო არსებობდეს იყიდით, კი ვიყიდით და გააკეთებ და არავინ არ ყიდულობს. როცა უნდა გააკეთო პირიქით. როგორ დაიწყებდი გაყიდვას, ხელში რო გჭეროდა ეს სერვისი. აი დღეს რო გქონოდა, მაგალითად ვქნით რაღაცას, არ ვიცი, ამ მიკროფონების წარმოებას ვიწყებთ. მიკროფონი კიდე კაი მატერიალურია, სერვისს ვიწყებთ. სანამ ამ სერვისის ჩამოყალიბებას დავიწყებ, ჯერ დავიწყებ გაყიდვას. იმ ფორმით რა ფორმითაც ვიცი რომ შევქმნი. ჯერ არც ერთი კურსი წინას არ შემიქმნია. ჯერ გამიყიდია, ჯერ იმიტომ რომ წარმოვიდგენ მაგალითად ერთი ბევრზე გაყიდვის ის მაგ არ ვიცი კურსი ქვია ალბათ რა. სანამ ამას შევქმნიდი, წარმოვიდგინე რას მისცემს ეს მომხმარებელს. მაგალითად მომხმარებელს მისცემს იმას, რომ თუ ეხლა 10 გაყიდვისთვის 100 კაც უნდა ელაპარაკოს, იმიტომ რომ 10-დან 1 ყიდულობს და 100-დან 10 ყიდულობს. თუ 100 კაც უნდა ელაპარაკოს, თუ ეს ადამიანები ისწავლიან, როგორ მოუყარონ
100 ადამიანს ერთ სივრცეში თავი და ერთხელ ილაპარაკონ, ოღონდ უფრო სწორად, იმიტომ რომ 100 კაცთან როცა გაქვს კომუნიკაცია, სხვა კომუნიკაციის უნარები გჭირდება, როცა ერთი ერთზე გაქვს სხვა. თუ მაგალითად ადამიანებს ეცოდინებათ როგორ გაყიდონ ერთი ბევრზე, შესაბამისად იგივე შედეგს დადებენ ერთი პრეზენტაციით და ერთი შეთავაზებით, რასაც 100 ჯერ გამეორებით დადებდნენ. ესეთი ამ შედეგს მისცემს. ავდექი და დავიწყე ამის გაყიდვა. და რომ დავინახე რომ გაიყიდა, ამ ადამიანებს უთხარი რომ 3 დღე მჭირდება იმისთვის რომ ეხლა ეს ყველაფერი მოგაწოდო. მერე შევქმენ. ხშირ შემთხვევაში პირიქით აკეთებენ, ჯერ ქმნიან და ქმნიან მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ამ პროდუქტს იმიტომ ქმნიან რომ თავიანთი პრობლემა გადაჭრან. და შენი პრობლემა თუ გინდა რომ გადაიჭრას, შენი პროდუქტი სხვების პრობლემებს უნდა ჭრიდეს. საკუთარი პრობლემის გადაჭრა გვერდითი მოვლენა. იმისი რომ სხვის პრობლემებს ჭრი. წეგან საურის დასაწყისში ახსენე რომ სადაც მუშაობდი იქ გეგმა გქონდაო რა. გეგმის ქონა პრობლემა არ არის. თავარია როგორ ვუყურებთ გეგმას. გეგმა უნდა იყოს საზომი, სწორად ვახდენ თუ არა კომუნიკაციას სხვა ადამიანებამდე. გეგმას კი არ უნდა ვუყურებდე რომ გეგმას ვერ ვახცებ და ეხლა ვის მივყიდო. რამდენად სწორი კომუნიკაცია მაქვს, იმიტომ რომ ეს არის ის რაღაცაც ვთესავ. იმიტომ რომ რასაც დავთესავ, იმას მოვიმკი. და რა თესლს ვთესავ ისეც რომ გეგმა რომელიც მინდა რომ მოვიმკა, ჩემი დათესილი შედეგის ვის იყოს, ნაყოფი იყოს. სტარტაპერები ჯერ იწყებენ კეთებას, იწყებენ არასწორი რაღაცის კეთებას, იმიტომ რომ მას მოწონდა. ერთი რომ არასწორს იწყებენ, ჯერ იწყებენ და მერე იწყებენ კომუნიკაციას. და მესამე პრობლემა, რაც პირდაპირ კავშირშია შეზღუდულ რესურსებთან. ტიპებს გონიათ რომ მარკეტინგი არის აი ეს რაღაცა ზვირადღირებული რეკლამა, ესეთი ბაზარზე დღეს არის გულწრფელობის დეფიციტი. არც ერთ ადამიანს არ გვაქვს ისეთი შეზღუდული რესურსი, რომ ჩვენს ტელეფონს არ ქონდეს წითელი ღილაკი და ზევით Wi-Fi-ის ნიშანი, რომ ინტერნეტს იჭერს. ერთადერთი რა მარკეტინგიც გჭირდება არის უბრალოდ დააჭირო წითელ ღილაკს ხელი და გულწრფელად უთხრა რას აკეთებ. და თუ ეს ღირებულია სხვებისთვის დაინახა. შეგნებულად არ ვშლი ჩემს ძველ ვიდეოებს, მაშინ როცა ვცხოვრობდი ქირით და ამ სახლში როგორი ჭაღი იყო, იცი? ანუ 3 ის პლაფონი ქონდა, პლაფონით რაც არის რა. და აქედან 2 იყო მომძვრალი და 1 იყო საწოდავად და ჩამოკიდებული. და იქედან 2 ნატურა იყო. და ჩამწურ გამომთველზე სათითაოთა და წარით იშებოდა და ხანდახან ნატურა უნდა მოგეტრიალებინა, რომ თვალებში ძალიან რაღაც ძალიან ანათებდა რა. და ვიდეოს რო ვიღებდი, ქვემოდან იმიტომ ვიღებდი და სტალინივით იმიტომ ჩარვარ ძველ ვიდეოებში, რომ თავით ვეფარები ამ უშნო ფონს. ხო. მაგრამ ის რის თქმაც მინდოდა, ამის სათქმელად საერთოდ არ მჭირდებოდა, დღემდე არ ვიღებ რაღაც ზე ხარისხიან კომუნიკაციას. ჩავკდი ტელეფონი, იმიტომ რომ მესმის რომ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებს არც ჩემი ფონი, არც რა მაცვია, არც რა ვინ ერთადერთი რაღაც აინტერესებს. შენგან მაინტერესებს ერთადერთი რაღაცა. შეგიძლია თუ არა ჩემი ცხოვრება გახადო უკეთესი. თუ ამაში თუ ვერ მანახებ რომ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ. თუ დამანახე რომ შეგიძლია ჩემი დახმარება, მე შეიძლება აქვს რაღაცებს მნიშვნელობა, მაგრამ შესაბამისად მარკეტინგი როცა ესე გესმის, ხვდები რომ არანაირი შეზღუდული რესურსი არ გაქვს. პირიქით დღეს რო რესურსები დღეს რო მესიჯის გავრცელება მარტივია, ესეთი მარტივი არ ყოფილა არასოდეს. 100 წლის წინ, 150 წლის წინ გლეხის ოჯახში თუ დაიბადებოდი, გლეხის ოჯახში მოკვდებოდი. არა თუ სხვა ქვეყანაში სოფელს არ ტოვებდა ხალხი. დღეს გვიკვირს რომ სოფელს არ ტოვებდა, ისე კვდებოდნენ ტიპები რომ თავიანთ ნაკვეთს არ ცდებოდნენ. რაც არ უნდა კარგი შეგექმნა, რაც არ უნდა შეგექმნა, ვერ გააგებინებდი სხვას. და დღეს შეიძლება ჯერ გააგებინო, დარწმუნდე რომ ამას რო ამბობ, ნახო ხალხი როგორ რეაგირებს, დააკვირდე. და თუ ხედავ რომ საკმარისი ხალხის პრობლემას ჭრი, მე ადაკიდა შექმენ. ფაქტიურად შენიძახი რომ თავისუფლად შეგიძლია რომ დღევანდელი დღის სივრცეში ჩაატარო კვლევა, მოდი ესე დავარქვათ. იმიტომ რომ ვიდეოს რო დებ სოციალში, აკვირდები მომხმარებლის რეაგირებას ამ ვიდეოზე, მათ ქცევას და იქიდან გამომდინარე დგავ მერე შემდეგ ნაბიჯებს. თუნდაც იმ პროცესში, თუნდაც იმ სერვისში და ასე შემდეგ. გინდა მაგერაც გითხრა.
აი მიდი. პრაქტიკაში როგორ გამოიყურება რა პანდემიის დროს მქონდა პირბადეების ბიზნესი ძალიან საკაიფოდ მოგდეთ სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის ვქნიდით პირბადეებს მქონდა პრემიუმ ხარისხისაც რომელიც ყველაზე ძვირი ღირდა ბაზარზე არა მარტო ქართულ ბაზარზე უცხოურ ბაზარზეც მქონდა მასიურ ბაზარსაც ჭირდებოდა და მქონდა უფასო აბსოლუტურად უფასო კონცეფცია იყო რომ ობიექტი ყიდულობდა დავფიქრდით რომ ობიექტები კარგავდნენ მომხმარებლებს იმიტომ რომ ვერ შედიოდი ობიექტში თუ პირბადე არ ქონდა და მივედით ობიექტებთან და ვუთხარით რომ ბიჭო ხელსახოც თუ ახვედრებ ადამიანს და საპირფარეშოში საპონს ახვედრებ პირბადეს რომ დაახვედრო დაგიჯდება რამდენიმე თეთრი სამაგიეროდ მომხმარებელს აღარ დაკარგო და ობიექტები ყიდულობდნენ მომხმარებლების ნაცვლად და მომხმარებლისთვის იყო უფასო ამის პარალელურად რაღაც პროდუქტ ჩამოვიტანე ფიტნესის ამბებს ეხებოდა ქართულ ბაზარზე არ იყო უბრალოდ მე აღარ იყო საჭიროება რომ ეკამეკეთებინა დღემდე მიდევს ის რაღაც სახში მაგ ჩემთვის ვიყენებ მაგრამ ეს რაღაცა ჩამოვიტანე და ნახე ეს ჩამოვიტანე არა იმისთვის რომ პირდაპირ სტარტაპი გვექცია უბრალოდ ჩვენთვის ჩამოვიტანეთ იმიტომ რომ ძალიან კაი იყო მაგრამ როგორც კი გადავედით იმ სტადიაზე რომ მოდი ამას ბიზნესის სახე ხო არ მივცეთო სტრატეგია გამოიყურებოდა ესე და ნახე რა მაგარი წარმოიდგინე სტანდარტული მიდგომით როგორ იწყება სტარტაპი ჩამოვიტანეთ რაღაცა ვიქირავეთ ფართი მოვაწყვეთ და დავიწყეთ რეკლამა რომ აქა და აქ გავხსენით ესეთი რაღაცა და მოდით ხალხო რა ვიცი ვარჯიშეთ უფრო ეფექტური სტრატეგიით გამოიყურება ესე საერთოდ რომც არ ჩამოვიტანო გავაკეთებ კომუნიკაციას ღმერთმა თქმა ვიდეოები არ ჭირს არც უცხოური უკვე არსებულის გავაკეთებ კომუნიკაციას რომ ესეთი რაღაცა გავხსენი იხსნება არა გავხსენი შეგიძლია იმის გამო რომ უცნაურია და ახალია შეგიძლია აბსოლუტურად უფასოდ მოხვიდე პირველ ვარჯიშზე ოღონდ აირჩიე რომელ ფილიალში გინდა მოსვლა საბურთალო ვერა ვაკე ისანი ორთაჭა გავიგე საითკენ მიდიხარ მონიშნე და დღის ბოლოს ვუყურებ სად რომ ქონოდა ფილიალი სად მოვიდოდა ყველაზე მეტი ადამიანი არა მარტო შეავსე შენი ანკეტა რომ ჩაგწერო პირველ ვარჯიშზე ჯგუფში რომ სწორად ჩაგსვა იმ შემთხვევაში წონებს მნიშვნელობა ქონდა მონიშნე რომელ წონით კატეგორიაში ხარ რომ სწორად ჩაგსვა ჯგუფში და ეს ვიდეო გადააზიარე რომ სხვამაც ნახოს თუ გინდა რომ პირველ ვარჯიში უფასო იყოს და რო ვუყურებ უკვე ვიცი სად უნდა გაიხსნას ეს თუ წონებში სხვაობას მაძლევს რა კომპლექტაცია რა პროპორციით ჩამოვიტანო და ამისთვის ამჭირდება ალბათ ერთი თვე დამჭირდება და ერთ თვეში დაგირეკავ და გეტყვი რომ გამარჯობა იცი თქვენ ჩაწერილი იყავით ეხლა შევძელით რომ ჯგუფში ჩაგსვათ ასე რომ გელოდებით ნახე შენგან ბაზარზე დაკვირვებით გავიგებ სად უნდა იყოს და უკვე რისკებს ვამცირებ თუ საერთოდ არავინ არ ჩაეწერა საერთოდ არ ჩამოვიტან ან ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება მაგის გამოყენება აბსოლუტურად ეს არის ფაქტიურად გასაღები როგორ შეგიძლია რომ სწორედ დაგეგმო და განახორციელო რა უფრო მეტიც პირველ ჯერზე რომ მოხვალ ნახე აი მარკეტ რა თუნდა ამ რაღაცას მარკეტინგი მოხვედი შენს გარდა მოვიდა 10 კაცი 10-დან მაგალითად 5 არ დაბრუნდა რას გავაკეთებ დაგირეკავ და გკითხავ ვნახე რომ იყავით ვხედავ რომ აღარ გააგრძელეთ ოღონდ გირეკავს უეჭველი უფროსი და არა აღარ გააგრძელეთ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა უნდა დაგხვედროდათ ჩემთან ისეთი რომ თქვენ კიდე მოსულიყავით და 5-დან 4-მა შეიძლება ისეთი მიზეზი მითხრას წარმოდგენა რო არ მაქვს შეიძლება მითხრას რომ ისე ჩამოსახვევში გზა იყო გადათხრილი და მანქანა ვერ გავაჭერე რაღაცა ისეთი უცნაური მითხრას შეიძლება რომ წარმოდგენა არ მაქვს ან მითხრას რომ იცი რა რომ არ ვიცი აბაზანა საპირფარეშოში იყო ძალიან ცუდი სუნი შეიძლება ეგ სიტყვაზე ვამბობ და მე თუ ეგ არ ვიცი აქეთ ზრუნავ განათებაზე, მუსიკაზე, ტრენერზე, ვიღაცაზე, რაღაცაზე, რეკლამაზე და მიზეზი არის თურმე ის რომ ხალხი იმიტომ არ ბრუნდება რომ რაღაცა სხვა არის უნდა ვკითხო მომხმარებელს ამას საერთოდ არ ჭირდება მარკეტინგი ამას ჭირდება გულისხმიერება
და ის რასაც მეტყვი თუ ლოგიკურია და შენ თუ მართლა ჩემი მომხმარებლის პორტრეტი ხარ, ავატარი ხარ. ამას შევცვლი და კიდე დაგირეკავ. და გეტყვი რომ კიდე გავაკეთე ის რაც მითხარ და კიდე ერთხელ იქნებ კომუნიკაცია, ისევ და ისევ კომუნიკაციის გარშემო. მე საქმეს ვაკეთებ შენთვის. ისევ იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მინდოდა, მაგრამ შენთვის ვაკეთებ, შენი ხელით ვაკეთებ. და მარკეტინგი რა მარკეტინგი მჭირდება რა. პირველი რომ მოსულიყავი, გადაგაზიარებინე უფასო რეკლამა გამომივიდა, სადგამ ეხსნა გავიგე, რა მომეტანა გავიგე და მომხმარებელი განმეორებით რა როგორ მოსულიყო გავიგე. მე მეტი რა მჭირდება რა თუნდაც ბაზრის კვლევები და გიორგი, ყველაზე ხშირად ორგანიზაციებში რომ იღებ რაღაცა გარკვეულ პროექტებს. ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ ორგანიზაციები მარკეტინგში? სინთეტიკურია. ნახე, ყველაზე ხშირი არის ის, რომ მარკეტინგი აქვს შეფუთული. და იგი იგრძნობა. ნახე, რაც არ უნდა ლამაზი იყოს ვიღაცა ტიპი და რაც არ უნდა მაგარი ისეთი წარმოიდგინე მეორე ნახევარს ეძებ რა. და გაიცანი ადამიანი, რომელიც არ ვიცი, თუ მაგალითად ღირებულებას წარმოადგენს ვიზუალი, არის ზუსტად ისეთი, როგორცაც ოცნებობდი. მაგრამ ნიღაბია უბრალოდ და ნამდვილი არ არის. მორჩა, პროსტა იმიტომ რომ კი ისეთია როგორც გინდოდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ის არ არის, რაც მართლა არის, ფასს უკარგავს. გავიგე. რაც არ უნდა ახლა 5 მილიონი დაგიდოთ, კი გინდა, მაგრამ თუ ყალბია უკვე აღარ გინდა. მარკეტინგს აკლია სინამდვილე. ოღონდ მართლა სინამდვილე აკლია. და ყველაზე ხშირი პრობლემა, როგორც კი ჩაიხედები კომპანიაში, ძირითადად, მაგის გარდა სხვა პრობლემებიც არის უფრო ტექნიკური, მაგრამ ძირითადად არის ეგ რა, გიფუთავენ რაღაცას. იცი რა გამახსენდა, თუ გაქვს ნანახი სურათი, ნაგვის ბუნკერი დგას და არის ზამთარი. და არის გაყინული ეს ნაგვის ბუნკერი და ნაგავი, რომელიც შიგნით არის გაყინული და მზის შუქზე ეს ბრჭყვინავს, აი როგორც ალმასი ისე ბრჭყვინავს. მარკეტინგზე გამახსენდა ეგ რომ როგორ შეიძლება რომ შეფუთო შენი პროდუქტი, რომელიც შეიძლება საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდეს და აი ამ ნამდვილობაზე გამახსენდა ზუსტად რომ შუქი საიდანაც ურტყავს, იმ ჭრილში შეიძლება რომ დაინახო ის ამბავი რა. გადავიდეთ ჩვენს წიგნზე. ძალიან მაინტერესებს. მთელი ამბავი არის ატეხილი მოკლედ სოციალურ ქსელში. შენ წიგნთან დაკავშირებით, რომ აი რაღაცა უფასოდ შეუძლიათ რომ მიიღონ ეს წიგნი და ძალიან ბევრი კომენტარია ამასთან დაკავშირებით და მოთხოვნა არის ძალიან დიდი. რაზეა ეს წიგნი? და აი მე რო ვიყიდო როგორც მარიამ დემურაშვილმა, რას მომცემს? ვერ იყიდე, იმიტომ რომ უფასოა. აი მინდა რომ ვიყიდო, სიტყვაზე ვიძახე. ნახე, ოღონდ რეალურად თუ თავს არ ვიტყუებთ, ფინანსები არის თითოეული ჩვენგანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ცხოვრებაში. იმიტომ რომ ცხოვრობთ ეკონომიკურ პლანეტაზე და ჩვენი საჭიროებების უმეტესობას სჭირდება ფული. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ იცი რა, თირკმელი მაქვს გათიშული და ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის და ფული რას მიშველს, სიტყვაზე ვამბობ. შეიძლება არ გიშველის, მაგრამ იმის გამო რომ ფული არ გაქვს გათიშული თირკმელით ხარ ემიგრაციაში. მაშინ როცა შეგიძლია ყოფილიყავი ოჯახში. ანუ მაინც მივდივართ ფინანსებამდე. ფინანსები არის რაღაცა, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ ნებისმიერი ფული, რომელიც ახლა თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, არის სერტიფიკატი. ფაქტს ადასტურებს, რომ მე რაღაცა სიკეთე გამიცია სხვისთვის. მაგალითად, თუ ამ სტუდიას ქირაობ, ადამიანი, ვისაც სტუდიის გაქირავებიდან ფული შეუვა, იმიტომ რომ სიკეთე შექმნა ვიღაცისთვის და მიაწოდა. და ფული, რომელიც შეუვა, არის დასტური, რომ ნახე, მე მაგალითად თუ 1000 ლარი მაქვს რაღაცა ტრანზაქციიდან 1000 ლარის სიკეთე მაქვს სხვისთვის მიწოდებული. შესაბამისად უნდა გვესმოდეს, რომ ფული ჩვენამდე მოდის ერთადერთ შემთხვევაში, როცა ვქმნით და ვაწვდით სიკეთეებს სხვებს. თუ მეტი ფული გვინდა, უბრალოდ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი უნარი, როგორ შევქმნათ და როგორ მივაწოდოთ სიკეთეები ან მოკლე დროში ბევრ ადამიანს, ან მოკლე დროში ცოტა ადამიანს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემის გადამჭრელი უნდა იყოს. რა შეიძლება ისეც ქმნიდე, რომ მილიონი კაცის პრობლემას არ ჭრიდეს, ძალიან ნიშური იყოს, მაგრამ
სასიცოცხლო მნიშვნელობას ჭრიდის. შესაბამისად, ადამიანებს, ვისაც ფინანსების პრობლემა აქვს, სინამდვილეში აქვს ერთადერთი რაღაცის პრობლემა, ცოდნის პრობლემა აქვს. უფულობა არის სიმპტომი ნამდვილი პრობლემის. ცოდნის პრობლემის. არ ვიცით, როგორ შევქმნათ, ან როგორ მივაწოდოთ ჩვენი სიკეთეების შესახებ ინფორმაციას ხვებს. ამ წიგნიდან ზუსტად ვიცი, პირველივე გვერდებზე ტიპით დაინახავს ორ მთავარ რაღაცას, როგორ უნდა მოიზიდოს უფრო მეტი ადამიანი, პოტენციური მომხმარებელი, იმიტომ რომ თუ მომხმარებელი უდრის ფულს, პოტენციური მომხმარებელი არის პოტენციური ფული. იმისთვის რომ შემოსავალი მივიღოთ, გვჭირდება თევზი რომ დაიჭირო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ანკესი გიჭირავს, რა მოტივები გაქვს, რა სატყუარა გაქვს წამოგებული. მნიშვნელობა აქვს გახარ თუ არა ტბასთან, სადაც არიან მშიერი თევზები. ბიზნესებს დღეს გაყიდვები, იმიტომ აქ ნაკლები არა იმიტომ რომ პროდუქტები აქვთ ცუდი. არიციან როგორ შექმნან მშიერი თევზებით სავსე ტბა. პირველ რიგში ისწავლიან როგორ მიიქციონ იმ ადამიანების ყურადღება, ვისთვისაც მათ პროდუქტებს მნიშვნელობა აქვს და ეს არ ხდება პროდუქტებზე ლაპარაკით, ეს ხდება აუდიტორიის საჭიროებებზე სწორი ლაპარაკით და თითოეული გინდა მეწარმე, გინდა სტარტაპერი, გინდა ემიგრანტი, რომელიცაც რაღაც გამოცდილება აქვს, ან რაღაცა ცოდნა აქვს. დაამუღამებს როგორ უნდა გახადოს ეს რაღაცა ღირებული უფრო ბევრი ადამიანისთვის. და დაამუღამებს როგორ უნდა გააკეთოს ამის შეთავაზება. იმიტომ რომ უმეტესობას გონია რომ როცა შეთავაზებას აკეთებს და მომხმარებელი კის ან არას ამბობს. ტიპებს გონიათ რომ კის ან არას ამბობენ პროდუქტებზე. პროდუქტს მე ვღებულობ მას შემდეგ როცა შენ შეთავაზებაზე კის ვიტყვი. კის ან არას ვამბობ შეთავაზებაზე. შესაბამისად, შეთავაზება არის რაღაცა, რაც პოტენციურ მომხმარებელს აკონვერტირებს რეალურ მომხმარებლად. ანუ პოტენციურ ფულს ნამდვილ ფულად ახურდავებს და გადაცვლის შენი შეთავაზება. ესე იგი ორი რაღაცა გჭირდება. ბევრი პოტენციური მომხმარებელი და შეთავაზება, რომელიც მაღალ კურსში გადაცვლის. და გაქვს მეტი შემოსავალი. და მეტი შემოსავალი გაქვს, იმიტომ რომ მეტი ადამიანის პრობლემა გაქვს გადაჭრილი. ამ წიგნში არის დეტალურად აღწერილი, როდის რა უნდა თქვა, როგორ უნდა თქვა, ფორმულებიცა X, Y-ით უნდა შეცვალოთ და და რომელ რიცხვში არის ეგეც გამახსენე? 27 ნოემბერს არის ონლაინ პრეზენტაცია და ყველა ვინც პრეზენტაციას დაესწრება მიიღებს X საჩუქრად. მე აუცილებლად უნდა დავესწრო ამ პრეზენტაციას, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სტარტაპისთვის ეხლა მე ჩემი გადმოსახედიდან ვიძახი, თორე ყველა ბიზნეს დაჭირდება, რომელიც დგას გამოწვევის წინაშე თუ არ დგას, შეიძლება სამომავლოდ დადგეს ამ გამოწვევის წინაშე და მით უმეტეს ხელმისაწვდომი არის ფართო აუდიტორიისთვის ეს პრეზენტაცია და ვფიქრობ, რომ არ უნდა გამოტოვო ეს შესაძლებლობა. შეიძლება გამოტოვო. კარგი, ბოლოსკენ რაღაც გამახსენდა და მინდა რომ გავაჟღერო. რაღაც უცნაური იდეები მომდის ხოლმე ხშირად რა და მე ამ იდეების გარშემო ვტრიალებ, ან ვახორციელებ რაღაცას, ან არ ვახორციელებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მივხვდი, ეხლა ერთ კითხვას დაგისვავ და შენი პასუხიდან გამომდინარე გავაგრძელოთ, რამდენი ანუ 10 რო 365-ზე გავამრავლოთ 10 არა 100 რო 365-ზე გავამრავლოთ, რამდენი იქნება? 36500 ალბათ. ხო, ანუ 100 წელიწადში არის 36500 დღე. ეხლა რო წარმოვიდგინოთ, რომ ეს თანხა გვიდევს ჩვენ ანგარიშზე. და რამდენი წელიც ვიცხოვრეთ, იმდენი ლარი რო გამოვაკლოთ, ანუ დაკონვერტირებული მოკლედ და შევხედოთ რა დაგვრჩა ანგარიშზე. ანუ მაქსიმალურს ვიძახი ისედაც, ანუ 100 წელიწადი არის მაქსიმალური და იქიდან უკვე რამდენი წელი გვაქვს ნაცხოვრი. და წარმოიდგინე, რომ ყოველ დღე შენ 1 ლარს ხარჯავ შენი ანგარიშიდან. როგორ დახარჯავდი ამ 1 ლარს? მაგარი კითხვა. ნახე. პირველ რიგში ნახე ადამიანების უმეტესობას დრო გავაიგივეთ ვალუტასთან. მაგრამ ნახე დრო გვესმის
რაღაცად, რაც იზომება წუთებით და წამებით. ეს ესმის უმეტესობას. სინამდვილეში დრო არ არის მანძილი, რომელიც იზომება წუთებით და წამებით. დრო არის რაღაცა, რაც იზომება წუთებში და წამებში მომხდარი მოვლენებით. მაგალითს გეტყვი, ნახე. შენ თუ ჩემზე ორჯერ სწრაფად დარბი ხარ. მაგალითად, შენ ფარავ, არ ვიცი, 10 კილომეტრს 1 საათში სიტყვაზე, მე ვფარავ 5 კილომეტრს. 1 საათში შენ ორჯერ მეტი მანძილი გაქვს გავლილი. ორჯერ მეტი ცხოვრება გაქვს მოსწრებული. ერთი და იგივე დროში. მაგრამ შენთვის ორჯერ მეტი ცხოვრება იყო ჩავლილი, იმიტომ რომ ორჯერ ან უფრო სწრაფად გადაადგილდებოდი და შესაბამისად ამ მონაკვეთში უფრო მეტი რაღაცა მოხდა. ადამიანები, რომლებიც 100 წელი ცოცხლობთ, ყველა 100 წელი არ ცოცხლობთ. ზოგი 1 წელი ცოცხლობს, იმიტომ რომ ის მოვლენები, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ერთი და იგივე იყო. მაგალითად, ტიპები ამბობენ, რომ 40 წლიანი გამოცდილება მაქვს რაღაცა, ერთი რაღაცის. და სინამდვილეში 40 წლიანი გამოცდილება არ აქვს. 1 წლიანი გამოცდილება აქვს, რომელსაც იმეორებს 40 წელიწადია. ეხლა რას ვაკავშირებ, ნახე? ნეტა ყველას 100 წელი გქონდეს, სინამდვილეში ბევრად ნაკლები გვაქვს, იმიტომ რომ 100 წლიდან ნახევარი გვძინავს. პირველი 15 წელი იქიდან ხო, არაფერი არ ხდება. ანუ კი ხდება, მაგრამ არ იწყებ ღირებულებების შექმნას, შენ თვითონ რაღაც უნარებს იძენ და ამ შემდეგ და რეალურად გვჭირდება გაცილებით ნაკლები. ჩვენი მიზანია, რომ ეს დრო არ გავცვალოთ ფულში, იმიტომ რომ ფული შეუზღუდავი რესურსია. ანუ ფული ყოველ წამს იმაზე მეტია, ვიდრე არსებობდა. მაგრამ დრო ყოველ წამს იმაზე ნაკლები გვაქვს, ვიდრე გქონდა და ისიც კი არ ვიცით რამდენი გვაქვს. შესაბამისად, რაში დავხარჯავდი იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი დრო მეყიდა. ფული რეალურად იმიტომ არ გვჭირდება ფული, რომ ფული გვჭირდება. ფულით შესაძლებელია დროის ყიდვა. არა იმიტომ, რომ მეტ ხანს იცოცხლებ. უბრალოდ მეტ რაღაცას მოასწრებ. ხარისხი. ხო, ეხლა ადამიანები, რომლებიც 9-დან 6-მდე მუშაობენ და ფული იმდენი აქვთ, რომ ვერ წყდებიან ამ სამსახურს, უბრალოდ ამ ერთი ცხოვრების მეც ვერ ასწრებენ. ეხლა წარმოიდგინე, ფული რო პრობლემა არ იყოს, რამდენ რაღაცას მოასწრებთ. და ეგ რომ მოასწრო, ფული არ უნდა იყოს პრობლემა, იმიტომ რომ ფული დროის ყიდვა შესაძლებელია. დღეს რომ მაგალითად შეგიძლია აქ ესე ვიჯდეთ და საუბრობდეთ, იმიტომ შეგვიძლია რომ გაქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ ეხლა სადღაც 9-დან 6-მდე არ იმუშაო. ის დრო გაქვს ნაყიდი და შეგიძლია უკვე დახარჯო სხვანაირად ისე როგორც გინდა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ შემეძინა ის უნარები, რომელიც გამხდიდა ადამიანად, რომელსაც შეუძლია მოკლე დროში, რაც შეიძლება დიდი ღირებულების შექმნა და რაც შეიძლება სწრაფად ამის ადამიანებამდე გავრცელება, იმიტომ რომ ამ ფაქტს დაადასტურებს შემოსავალი, ფული. და ამ ფულით მე შემიძლია ხალხს უთხრა, რომ კაფეში რო შევდივართ, ფულით რატო ვყიდულობთ საჭმელს? იმიტომ რომ ვადასტურებთ, რომ ნახე მე სიკეთე უკვე სხვისთვის მიწოდებული მაქვს და ეხლა ვიმსახურებ, რომ მეც მომემსახურე. შესაბამისად გავხდებოდი რაც შეიძლება სწრაფი სხვა ადამიანების მსახურებაში. იმიტომ რომ მსახურებაზე მაგარი თესლი არ არსებობს, რომელიც შეგვიძლია რომ დავთესოთ. მაგისტრის ვართ ვაფშე დანა. მაგისტრის ვართ გაჩენილები. რომ იმ თესლით რაც ჩვენში ღმერთმა ჩადო კრეატიულობის ის მარცვალი, კიდე კაი რომ თესლი რო თესავთ არ არის ჩვენი მოსაფიქრებელი ფოთოლი როგორი ექნება, თესლი როგორ გაიზრდება მერქანი. არა, ჩვენ უბრალოდ უნდა დავთესოთ და მოვუაროთ. და კიდე კაი რომ ზრდა არ არის ჩვენი საფიქრალი. თესლი რომელიც ჩვენში თან მიწისგან ვარ შექმნილი სიმბოლურია. თესლი რომელიც ჩვენში ჩაიდო უბრალოდ უნდა მოვუაროთ, იმიტომ რომ ნაყოფს რასაც გვაძლევს გაცილებით ბევრია. ოღონდ ეს ნაყოფი ჩვენთვის არ არის, არც ერთი ხე არის ხამს ვაშლს, იმიტომ არის ხამს რომ თვითონ მოიხმაროს. სხვისთვის არის. თუ სხვისთვის არის, უფრო ვრცელდება. კი ბატონო. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდეთ. წარმატებებს გისურვებ და დროებით. პატარაზე ვიტყვი, შეგვიძლია რომ ვიდეოს აღწერა 27-მდე ადამიანებს უთხრათ, სად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ, რომ მიიღონ წიგნი უფასოდ. ვიდეოს აღწერაში იქნება ლინკი.